მოგესალმებით. აბა, დაფიქრდით, ოდესმე გქონიათ ის უცნაური, ოდნავ სევდიანი შეგრძნება, რომ რაც უფრო გვემატება წლები, დრო თითქოს თვალის დახამხამებაში ქრება. ეს ის უნივერსალური განცდა, რომელიც ადრე თუ გვიან აბსოლუტურად ყველას გვეუფლება. დღევანდელ განხევაში მოდით ზუსტად ამ ფენომენს ჩაუღრმავდეთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ აჩქარებული საათის გაჩერება, ან ოდნავ მაინც შენელება. აი, მოდით ასეთი რამს შევადაროთ ერთმანეთს. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის ზაფხული. ხომ გახსოვთ, თითქოს დაუსრულებელი რაღაცნაირი ელასტიური მარადისობა იყო, თავგადასავლებით სავსე. ახლა კი თქვენს ბოლო ერთ წელზე დაფიქრდით, უმეტესობისთვის ის წამიერად, ერთმანეთში არეულ ბუნდოვე მოვლენებად აღიქმება, სადაც კვირები ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ ვერც კი ვარჩევთ. მართლა დაუჯერებელია არა? და სწორედ აქ მივდივართ იმ მთავარ კითხვამდე, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამთ ხოლმე. სად გაქრა, ხალხო, მთელი ეს დრო? მოკლედ, მოდით ჩავყვეთ ამ საკითხს, შევეცდებით ამ ფენომენს საიდუმლოების ბურუსი მოვხსნათ და ზუსტად გავიგოთ, რა ხდება სინამდვილეში ჩვენს გონებაში. დღეს ამ თემას სამი სხვადასხვა კუთხით შევხედავთ. ჯერ ტვინს და სიახლის ნეირობიოლოგიას განვიხილავთ, მერე რიცხვებს მივხედავთ და მათემატიკურ პერსპექტივას გავაანალიზებთ და ბოლოს ფილოსოფიურ გამოსავალზე ვისაუბრებთ. დაავიწყოთ პირველი ნაწილით, ტვინი და სიახლის ნეირობიოლოგია. იცით, დრო არ არის რაღაც ობიექტური ჩანაწერი ჩვენი ტვინისთვის. საერთოდ არა. ის სინამდვილეში სუბიექტური რეპრეზენტაცია, რომელიც რაღაც შინაგანი რიტმის წამყვანებითა და მეხსიერების მექანიზმებით შენდება. ჩვენი გონება გამუდმებით ადარებს ახალ ინფორმაციას უკვე არსებულ მეხსიერებას, რაც პირდაპირ მოქმედებს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ წამებსა თუ წუთებს. და აი აქ შემოდის ძალიან საინტერესო კონცეფცია, რასაც სიახლის ეფექტი ქვია. ეს არის ფენომენი, როცა ახალ, ორიგინალურ ან სრულიად უჩვეულო გამოცდილებებს ჩვენი ტვინი საოცრად მჭიდროდ და დეტალურად აღბეჭდავს. ნეირომეცნიერ დევიდ იგლმენის კვლევები გვიჩვენებს, რომ როცა რაღაც ახალს განვიცდით, ტვინის ის ნაწილი, რომელსაც ამიგდალა ქვია, უბრალოდ უამრავ დეტალს იწერს და მერე, როცა ტვინი ამ დიდარ მონაცემებს უკან აბრუნებს, დრო სუბიექტურად ფართოვდება, ანუ ფიზიკურად გვეჩვენება, რომ გაცილებით მეკიდრო გავიდა. როგორც ჯოშუა ფოერმა ძალიან მაგრად თქვა, მონოტონურობა კუმშავს დროს, სიახლე კი შლის მას. დაფიქრდით, ბავშვობა ხომ სავსეა სიახლეებით, პირველი ნაბიჯი, პირველი ველოსიპედი, სკოლის პირველი დღე. ტვინი ამ ყველაფერს უდიდესი სიზუსტით იწერს, მაგრამ როცა ვიზრდებით, რუტინაში ვიძირებით, არა? ჩვენი ტვინი უბრალოდ აკომპრესირებს ამ განმეორებად მოვლენებს და შლის ზედმეტ დეტალებს, რომ ენერგია დაზოგოს. აი სწორედ ამიტომ მიფრინავს დრო ასე დაუნდობლად. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. რიცხვები და ჩვენი დროის აღქმის მათემატიკური პერსპექტივა. ბიოლოგიიდან ცოტა უფრო რაციონალურ მათემატიკურ მიდგომაზე რომ გადავინაცვლოთ, უნდა ვახსენოთ მე-19 საუკუნის ფილოსოფოსი პოლ ჟანე. მან შემოგთავაზა ძალიან საინტერესო რამ პროპორციული დროის თეორია. მარტივად რომ თქვათ, დროის აღქმა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენი წელი გვაქვს უკვე ნაცხოვრები. ჩვენ დროს ვაფასებთ ჩვენივე განვლილი ცხოვრების პროპორციულად. აი, დაფიქრდით ამაზე. 5 წლის ბავშვისთვის 1 წელი მისი მთელი არსებობის უზარმაზარ 20%-ს წარმოადგენს. წარმოგიდგენიათ, ამიტომაც ეჩვენება ბავშვს 1 წელიწადი ლამეს საუკუნედ. მაგრამ მეორე მხრივ, 50 წლის ადამიანისთვის 1 წელი მისი ცხოვრების მხოლოდ და მხოლოდ 2%-ია. შესაბამისად, სუბიექტურად ეს წელი თითქმის 10-ჯერ უფრო სწრაფად გადის, ვიდრე იმ 5 წლის ბავშვისთვის. განსხვავება მართლა შოკის მომკვრელია. ეს პროპორციული მათემატიკა ქმნის იმ გარდაუვალ ილუზიას, რომ დრო ჩვენს თვალწინ ჩქარდება. და იცით ყველაზე შემაძრწუნებელი ფაქტი რა არის? ამ გამოთვლების მიხედვით 20 წლის ასაკისთვის ჩვენ სუბიექტურად უკვე განვიცდით ჩვენი აღქმული ცხოვრების დაახლოებით ნახევარს. მათემატიკურად ყოველი მომდევნო წელი სულ უფრო და უფრო პატარა წილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში. ცოტა არ იყოს საშიშია, ხომ? მაგრამ ნუ შევშინდებით. მოდით გადავიდეთ მესამე ნაწილზე. გონება და ჩვენი ფილოსოფიური გამოსავალი. მათემატიკისა და ბიოლოგიის ამ ცივი ფაქტების საპირისპიროდ, ჩვენ ადამიანებს გვაქვს ერთი უნიკალური უნარი, რასაც მოწყვეტილი კოგნიცია ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ფიზიკურად ვიყოთ აწმყოში, მაგრამ გონებრივად სადღაც წარსულში ვიქექებოდეთ, ან წარმოსახვით მომავალზე ვნერვიულობდეთ. გეგმების დასახვისთვის ეს მშვენიერია, მაგრამ რეალურად ეს უნარი ფაქტობრივად გვპარავს ჩვენს ამჟამინდელ რეალურ დროს.
რომაელმა სტოიკოსმა ფილოსოფოსმა სენეკამ ჯერ კიდევ 2000 წლის წინ თავის ნაშრომში სიცოცხლის სიმოკლეზე ძალიან ზუსტად შენიშნა: დროის ყველაზე დიდი დანაკარგია გადადება და მოლოდინი. ჩვენ ვუშვებთ აწმყოს ხელიდან, რომელიც ჩვენს ძალაუფლებაშია. სენეკა მიხვდა, რომ ცხოვრება სინამდვილეში მოკლე კი არ არის. უბრალოდ ჩვენ ვფლანგავთ მას ყურადღების გაფანტვით და 1000 წვრილმანზე ფიქრით. სენეკა აქ იყენებს ძალიან ვიზუალურ და ძლიერ ანალოგიას. უძირო ჭურჭელს. ის ამბობს, რომ დაკავებულ 1000 ფიქრით გადატვირთულ გუნებაში დროის ჩასხმა ზუსტად იგივეა, რაც უძირო ჭურჭელში წყლის ჩასხმა. თუ ჩვენ არ ვართ აწმყოში, ფიზიკურად აქ, დრო უბრალოდ გონების ნაპრალებში მიედინება და იკარგება. ასე რომ გადამწყვეტია გავაცნობიეროთ, სად მიდის ჩვენი ყურადღება მოცემულ მომენტში. მაშ, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი აწმყო? ჩვენ შეგვიძლია მეცნიერება და სტოიციზმი გავაერთიანოთ. პირველი, უნდა მივიღოთ სიახლეები. მეორე, ვივარჯიშოთ გაცნობიერებულობაში, ანუ ვიყოთ აქ და ახლა. მესამე, სასწრაფოდ შევწყვიტოთ მულტიტასკინგი, როცა 10 საქმეს ერთად ვაკეთებთ. და მეოთხე, ხშირად გავიხსენოთ ბედნიერი მომენტები, რადგან ეს ძალიან აძლიერებს ჩვენს მეხსიერებას. მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში. ნაბიჯი პირველი, დაარღვიეთ თქვენი რუტინა. თუნდაც სამსახურში სხვა გზით წადით, ან ოთახში ავეჯი გადაადგილეთ. ნაბიჯი მეორე, დაუთმეთ საქმეს სრული ყურადღება. მაგალითად, სადილობისას უბრალოდ გადადეთ ეგ ტელეფონი. ნაბიჯი მესამე, ემოციურად ჩაერთეთ გარემოში. იგრძნენით სიხარული, გაკვირვება. ეს პირდაპირ აიძულებს ტვინს ჩაიწეროს მდიდარი ხანგრძლივი მოგონებები, რაც სუბიექტურად ნამდვილად გააგრძელებს თქვენს დარჩენილ წლებს. როგორც ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი ამბობდა, რაც უფრო მეტ დეტალს ვამჩნევთ, მით უფრო გრძელი გვეჩვენება ჩვენი ცხოვრება. ეს მართლა არაჩვეულებრივი და შთამაგონებელი აზრია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ დროის რაღაც პასიური მსხვერპლი, თქვენ გაქვთ არჩევანი და რაც მთავარია, შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენი დროის მსვლელობის სიჩქარეზე. და ბოლოს, მინდა დაგტოვოთ ერთი მარტივი, მაგრამ დამაფიქრებელი კითხვით. როგორ გაატარებთ თქვენს ახლას? გამოხვალთ დღეს თქვენი რუტინიდან? შექმნით ახალ, მდიდარ მოგონებებს, რომლებიც ამ საგიჟეთში დროს შეანელებს? არჩევანი მხოლოდ თქვენზეა. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ აწმყოს. დიდი მადლობა, რომ მიყურეთ და შევხვდებით შემდეგ განხილვაში.